ჩვენი დღევანდელი სტუმრები ასე გამოვიდა, რომ ყველა აფხაზეთის თემატიკასთან არის და აფხაზეთთან არის დაკავშირებული, ეს ალბათ შემთხვევით არ არის, უფრო ხშირადაც უნდა ყვავდეს ასეთი სტუმრები. და სწორედაც დღევანდელი ჩვენი მესამე სტუმარი გახლავთ ეკა წირწივაძე, რომელიც ძალიან ახლოს არის დაკავშირებული თავის კუთხესთან, საიდანაც არის თვითონ და დღეს მის ცხოვრებაში ახალი ამბავია. კერძოდ ის გახლავთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, რაც მთლად სამართალმემკვიდრე არ არის, მაგრამ აფხაზეთის ტელევიზიის ერთგვარი ასე ვთქვათ სახეშეცვლილი ფორმაა, ხო ეკა? და მივცეთ თქვენ რაღაცა ბლოგერების ახალისებასაც აპირებთ, რაღაცა სხვადასხვა პროექტები და პროგრამები გაქვთ და აი ამის შესახებ გვინდა რომ გვესაუბროთ. ეკა, მოგესალმებით, მადლობა რომ გვესაუბრეთ. მიხარია რომ აქ ხართ. მადლობა მანო, ქალბატონო ირმა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის პოულობთ დროს და მართლაც ინტერესდებით თემით, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის არის ძალიან სენსიტიური, ძალიან მტკივნეული, ძალიან მშობლიური აფხაზეთის თემით და სხვათა შორის მანოს ვეუბნებოდი ცოტა ხნის წინ Facebook მემორი მამომიგდო რომ ზუსტად 1 წლის წინ ვიყავი ამ სტუდიაში სხვა რეგალიით, თუმცა მაშინაც ვისაუბრეთ აფხაზეთზე და ამისთვის მადლობა რომ ამ თემას არივიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის რომ ეს თემა მუდამ ჟღერდებოდეს, მუდამ გვახსოვდეს რომ აფხაზეთი ჩვენია, დასაბრუნებელია და ასე შემდეგ. რეგალიები გეცვლებათ და აფხაზეთი გრჩებათ ამ. კი, ეს ნამდვილად სულ ასე იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები დასაქმებული, ჩემი საქმიანობით ყოველთვის ვეცდები რომ ეს თემა წინ წამოვწიო და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდო მაყურებელს. ახალი რეგალია კიდევ უფრო მეტად მიწყობს ამაში ხელს. ახლა კონკრეტულად ეს არის თქვენი ასე ვთქვათ ვალდებულება და ფუნქცია. სიმართლე ვთქვა, ჩემი შეგრძნებები ახლა ამ ეტაპზე არის ის, რომ ამდენი წელი ჟურნალისტი ვიყავი, იმიტომ რომ საბოლოოდ ყველა ის მედია პროდუქტი, რომელსაც შევქმნი ახლა, ემსახურებოდეს სწორედ აფხაზეთის თემას. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი, როგორც ახსენებთ ქალბატონო ირმა, ერთგვარად არის ნამდვილად გაგრძელება აფხაზეთის ტელევიზიის. ბუნებრივი აფხაზეთში იყო ტელევიზია და შემდეგ, როდესაც დევნილობაში გადმოვედით, უკვე აქ თბილისში გააგრძელა მაუწყებლობა. სამწუხაროდ დღეს მაუწყებლობა არ გვაქვს, თუმცა ცენტრი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან ბევრ პროექტს, რომელიც ეხება, ყველა პროექტი ეხება აფხაზეთს. არც ინტერნეტ მაუწყებლობა არა გაქვს? სამწუხაროდ არა გვაქვს, თუმცა ნაბიჯ აუცილებლად მივალთ იქამდე. ცენს ჰქონდა თავისი Facebook გვერდი, რომელიც ახლა განვაახლეთ, ასევე ახალი საიტი შევქმნით, აფხაზია info.com, სადაც განთავსდება ჩვენი ცენტრის განხორციელებული ყველა აქტივობა, გარდა ამისა. აი რა აქტივობები არის ნაგულისხმები, რა პროექტი? 12 ახალი პროექტი გვექნება წელს. ყველაზე ახლა საერთოდ დრო არ მომცემ საშუალებას, რომ ვისაუბროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი თავარი ჩამოგითვალეთ. ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე ანალიტიკურ გადაცემას აფხაზეთთან დაკავშირებით და მას ეყოლება ძალიან ცნობილი ქართველი ექსპერტი, თუმცა მოდით ჯერ ამას დავტოვებ საიდუმლოდ. იქნება რუსულ ენაზე მაუწყებლობა, იმიტომ რომ ჩვენი ფოკუს ჯგუფი ესე უხეშად რომ ვთქვათ, არიან როგორც აქ თბილისში და საქართველოს ენგურს აქეთ მცხოვრები მოსახლეობა, ასევე გვინდა რომ ჩვენი ხმა მივიდეს ენგურს იქითაც, ბუნებრივია ქართული სუბტიტრებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ, გოგონები აფხაზეთიდან, ყავს 2 ბლოგერი, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ დაიბადნენ, მილენა აჟიბა და ნინო პაპავა. ომის შემდეგ დაიბადნენ, ორივეს ოჯახი აფხაზეთიდან არის, შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ რუსეთში და გადაწყვეტეს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. დასაქმდნენ სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, არიან მსახიობები, ემზადებიან პირველი პრემიერისთვის და მინდა თქვენი ეთერით მათ წარმატებები უსურვო და ჩვენ ცენტრში არიან ბლოგერები. პირველი შეხვედრისას აღმოვაჩინე, რომ არც ერთი კარგად არ იცნობს თავის სამშობლოს, არიან მხოლოდ დედაქალაქში ნამყოფი და შემოგარენში და გადავწყვიტე მათთან ერთად გავაკეთო პროექტი. ისინი შემოილიან მთელ საქართველოს, ნახავენ ყველა რეგიონს, მათი ემოციები, რას ნახავენ, როგორ ნახავენ, როგორ შეაფასებენ და მე მოგყვებიან ამის შესახებ. კი. და ბუნებრივია პარალელებს გაავლებენ აფხაზეთთან მიმართებაში. უკვე პირველი ბლოგი მათი storytelling-ი, ესე რომ ვთქვათ, როგორ გააცნეს თავიანთი თავი მაყურებელს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელებში აფხაზეთიდან. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დადებითი შეფასებებია, თუმცა ის რომ გვიყურებენ, ეს ჩვენთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. კი, გვიყურებენ, სხვადასხვა მე მაქვს ჩემი გამოცდილება მაპატიე. აი ეს ვიდეო, რომელიც განვათავსე გასწორს, აფხაზურ სიმღერას რომელი მარიამ ბიგოვასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ გამოხმაურება მოყვა მათი მხრიდან ძალიან უარყოფითი და ყველაფერზე გაგვაკრიტიკეს, რაც შეიძლებოდა რომ მე თქვა, რომ ეს სიტყვა არასწორია, ამას ესე არ მღერით, მაინც
უდიდესი რაოდენობით ნახვა ჰქონდა იმათი მხრიდან. ეს უკვე ძალიან კარგია. მშვიდობა ძალდატანებით არ არსებობს. მშვიდობა სჭირდება გაგება და აი ნელ-ნელა ვფიქრობთ, რომ ჩვენ რაღაცას გავაგებინებთ. თვითონ ის ფაქტი, რომ ომის შემდეგ აფხაზმა და ქართველმა გოგონამ ერთმანეთი იპოვეს დიდ რუსეთში, სადაც უამრავი მათი თანატოლია ერთად ისწავლეს და შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა, კარიერის გაგრძელება გადაწყვეტეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ უბრალოდ. ჩვენ საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად და მჯერა რომ საუკუნეები ვიცხოვრობთ ერთად. ახლა უბრალოდ რაღაცა რთული ეტაპი გვაქვს, რომელიც უნდა გავიაროთ. კონფლიქტი არც ერთ მხარეს არ ადგება. როგორც ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ასე ჭირდება მათაც. განვითარება ჭირდება მათაც, ჭირდება ჩვენს. და ადრე თუ გვიან ჩვენ ყველანი მივხვდებით, რომ ჩვენი გზა არის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. ევროპისკენ სწრაფვა და ეს ჭირდება მათაც. ისინი უფრო მეტად ჩაკეტილები არიან თავიანთ სივრცეში, გასასვლელი არ აქვთ. ერთადერთი მათი მიმართულება არის რუსეთის მიმართულება და განვითარებისთვის მათ ჭირდებით ჩვენ და ჩვენ. თავის დროზე კი და ეხლა ხო არ ატყობ რაიმე ცვლილებას. აი ამ საინფორმაციო ცენტრში რამე მოდის ესეთი სასიკეთო ინფორმაცია, რომ დაუშვათ უნდა ამ ადამიანებსაც ევროპა და უკეთესი მომავალი თუ არა. ისიც რა ამას ხმამაღლა ისინი არ ამბობენ, თუმცა ეს აუცილებლად ის რომ აი თუნდაც თქვენ წინა სტუმარიც და აფხაზეთის მთავრობა ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს, რომელიც აი ესე საჯაროდ სამწუხაროდ ვერ ითქმის. მე სულით დახორცი ჟურნალისტი ვარ და სიმართლე გითხრათ, მინდა ყველაფერი მოვყვე, რასაც აი ამ ბოლო პერიოდში ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე ვიგებ. და გული მწყდება ხანდახან კი გული მწყდება რომ ყველაფრის თქმის საშუალება არ აქვს. ამას ვამბობ კიდევაც, როდესაც ხვდები მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ამას რომ ვაკეთებთ ეს მედიით რატო არ ჟღერდება. თუმცა ეს არის პრობლემები შეიძლება შეექმნას, რა თქმა უნდა, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილი და ყველაფერი ვერ გაჟღერდება. თუმცა ისინი ძალიან დიდი რაოდენობით სარგებლობენ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამებით, მაგალითად, რომელსაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს მათთვის. ქალბატონი ეკა ხოფერია და განათლების სამინისტროს უამრავი პროექტი აქვს ახალგაზრდებისთვის, ჩამოდიან, თუმცა ამას სამწუხაროდ ესე ხმამაღლა ვერ ვამბობთ, ისევ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ მე მიხარია, რომ ახლა ჩემი თვალით ვხედავ ამას, რომ მართლა ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის და ისინი ამით სარგებლობენ. ჯერ შეიძლება თვითონ ამას ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და რომ სარგებლობენ და მოსწონთ უკვე კარგია, ხო? ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ნამდვილად. ეკა წერან ახსენეთ, რომ აქტიური ჟურნალისტი ვიყავიო და აქვე გადაერთეთ ახლა ისეთ ფაზაზე, სადაც ეს აღარ გიწევთ, ხო, რეალურად ასეთი დოზით. მინდა გითხრათ, რომ ჩემი სამუშაო დღე მაინც სამონტაჟოში გადის, იმიტომ რომ ყველა პროდუქტი, რასაც ჩვენ ვამზადებთ, ეს არის მედია პროდუქტი რეალურად. ამიტომ გინდა არ გინდა, მაინც შეხება მაქვს ოპერატორებთან, ჟურნალისტებთან, პროდიუსერებთან, სამონტაჟოსთან, თვითონაც აი გოგოების პროექტი მიუყვები კიდევაც გადაღების პროცესში, ესე რომ ვთქვა, ჩემ თავზე მაქვს აღებული. ჟურნალისტიკა ის სფეროა, რომელსაც ბოლომდე ალბათ ვერასოდეს ვერ მოვშორდებით, თუმცა აქამდე უფრო მარტივი იყო, მე ვსვამდი კითხვებს და ვითხოვდი ამ კითხვებზე პასუხს. ახლა უკვე ჩემ თავსაც უსვამ კითხვებს და უფრო მეტი ვცდილობ, რომ ჩემი თავის მიმართაც ვიყო მეტად კრიტიკული და ის ზუსტად ჟურნალისტურად მიუდგე ჩემ თავს, როგორც სხვა რესპონდენტს მოვთხოვდი, სხვა თანამდებობის პირს მოვთხოვდი მაგალითად რაღაცეებზე პასუხს, ახლა ჩემს საკუთარ ძალიან მაღალი და მისასალმებელი სტანდარტია და ხომ არ ექნება ამას რაიმე გაგრძელება, თუნდაც რაიმე ახალი გადაცემა, როდესაც უკვე ინტერნეტ ტელევიზია ჩამოყალიბდებით, აი ესე აფხაზეთის თემატიკაზე რამე კონკრეტულ სხვა რაპირებში. ჩვენ რომ აფხაზეთში ყოფილიყავით, ისევე როგორც მაგალითად აჭარას აქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აფხაზეთსაც ექნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბუნებრივია, ჩემი როგორც მედიის წარმომადგენლისთვის, ეს არის ჩემი იქ იქნებოდა ჩემი ადგილი და ვფიქრობ, დევნილობაშიც შევძლებთ ამის გაკეთებას. სურვილი არის ნახოთ მთავარია ცენტრმა ნელ-ნელა გადავიდეს იმ მიმართულებით, ჩვენ დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ მედია პროდუქტი, რომელიც შეავსებს თუნდაც საეთერო ბადეს. ამიტომ ის პროდუქტები, რასაც ახლა ვამზადებთ, გადაცემების სტილის იქნება ყველა, იქნება ვლოგები, აი ანალიტიკური გადაცემა გვინდა მაგალითად როგორც ვახსენე გავაკეთოთ. ველოდებით, რომ ადრე თუ გვიან იქიდანაც ტელეხიდის შესაძლებლობა გვექნება და აფხაზური მხარეც ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას განხილვაში თემების. მაგალითად სულ ცოტა ხანში გვექნება ახალი პროექტი, რომელიც არის აფხაზური სამზარეულო. გვინდა რომ მაყურებელმა იცოდეს რა კერძები არის. ძალიან საინტერესოა. მაგალითად აჩმა, რომელიც არ იცის არავინ რომ აფხაზურია და რეალურად აფხაზურია, კი. ასევე გვაქვს ერთი ნივთის ისტორია.
არ არსებობს დევნილი, რომელსაც საკუთარი სახლიდან თუნდაც ერთი ნივთი არ აქვს წამოღებული. ვფიქრობთ, რომ ეს ნივთები ამაზე ძალიან სენსიტიური გამოვა და შემდეგ გვინდა რომ ერთგვარი გამოფენა გავაკეთოთ ამ თემასთან დაკავშირებით. საერთო ისტორიის ფარგლებში არის ასეთი მედია კონტენტი, გვინდა რომ ის ძეგლები ვაჩვენოთ მაყურებელს, რომელიც აფხაზეთში დარჩა და რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ქართველები და აფხაზები ერთად ვქმნიდით ძალიან ძლიერ რელიგიურ თუ კულტურულ ძეგლებს. თქვენ რა წამოიღეთ და რა დაგრჩათ იქ თვითონ ნივთი? სიმართლე გითხრათ, მე წამოვიღე კალათი, რომელშიც მე და სათამაშოები ომის დროს აი ხუთის სირბილის პროცესში დამეკარგა, მაგრამ ეს კალათი სახლში გქონს კი. და დაგრჩათ, ცუდი კითხვა, ალბათ გული დაგრჩათ და ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, წარსული დამრჩა ის მომავალი, რომელიც შეიძლება საერთოდ რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო ამ მომავლისგან. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩვენ ჟურნალისტები ვართ და გუშინდელი დღე ეს უკვე არქივია, ამიტომ ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. დიდი მადლობა, გისურვებთ წინსვლას და ამ თქვენი ოცნებებით ჩვენთან ერთად ასრულებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემით მუდამ ინტერესდებით და თქვენ საერთოდ დროს უთმობთ. ეკა, უღრმესი მადლობა, წარმატებებს უსურვებთ თქვენს ახალ პროექტს და ჩვენ ახლა დრო არის რომ დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ერთგულ ესეთ ძალიან საყვარელ მაყურებელს. მადლობას გიხდით რომ იყავით ჩვენთან ერთად. ხვალამდე. ახალი კვირა დაიწყო, ხვალამდე.